ჩემი აზრით, ახლა ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ამ ახალი ჟურნალისტური გამოძიებით ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ AK ჯგუფის თაღლითური კოლ-ცენტრის აგენტები ჯერ კიდევ 2018 წლიდან სავარაუდოდ ეწევიან ამ საქმიანობას. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს ასეთი კომპანია ASI მარკეტინგი, რომლის სახელითაც იქამდე იყო სხვა კოლ-ცენტრი, სადაც მუშაობდნენ ჩვენს მიერ გამოვლენილი აგენტები. აკაკი ქევხიშვილი, მერი შოთაძეც მათ შორის ამ კომპანიის მიმართაც დაიწყო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაყადაღდა კომპანიის წილები 2023 წელს და 2026 წლამდე იყო ეს კომპანია დაყადაღებული. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის ეს არ არის 2025 წელს დაწყებული გამოძიება, არ არის პირველი გამოძიება მათ წინააღმდეგ, თუმცა მათ არაფრის ეშინიათ და ზუსტად იციან, რომ პასუხს არავინ აგებინებს, სწორედ ამიტომ გადაადგილდებიან თავისუფლად. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ნინო, მინდა გკითხოთ, ეს საჩვენებს თუ არა, რომ სისტემა შეიძლება იცვლის სულ თავში მყოფ პირებს, მაგრამ მთელი ეს ვერტიკალი შენარჩუნებული რჩება მათ შორის გამოძიების დაწყების შემდეგაც. ეს იყო თუ არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ამ ფილმის. სალსახად შეიძლება ითქვას, რომ არის, იმიტომ რომ როგორც მარი მახსენა, ეს 2025 წელს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც AK ჯგუფს ეხებოდა, აღმოჩნდა, რომ პირველი კოლ-ცენტრი არ იყო, სადაც ეს ადამიანები მუშაობდნენ, მანამდე სხვაგანაც მუშაობდნენ, მათ წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასოდეს გამოძიება არ მიდის და არ სრულდება ისე, რომ ამ ადამიანებმა აგონ პასუხი და ვთქვათ, რაღაცნაირად მოხდეს მათი საქმიანობის შეჩერება. იმიტომ რომ შარშან, როდესაც საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩვენ არაერთი მტკიცებულება გამოვაქვეყნეთ, თუ როგორ ძარცვავენ ისინი მოქალაქეებს, საქართველოში ასევე ჩამოვიდნენ დაზარალებულები, შვედეთის მოქალაქეები, რომლებმაც განცხადება დაწერეს პროკურატურაში და თხოვნით მიმართეს, რომ გამოეძიებინათ ეს საქმე, მათ უკვე ფილმში მოყვანილი ქალბატონი კი ბატონო, ის ჩამოყვა შვედ ჟურნალისტებს. ამ პერიოდში უკვე იცოდნენ მათ, რომ AK ჯგუფის კამერებმა გაძარცვეს, იცოდნენ ეს კამერის სახელი და პროკურატურას მიმართეს თხოვნით. და დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ისე ვიკრიბებიან ოფისში, რომელიც წინა გამოჟონილ დოკუმენტებში ჩანს, როგორც მათ მიერ ერთ-ერთი ნაქირავები ფილიალი, რისთვისაც საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან, დიდი ფართი იყო, საკმაოდ დღეს პროკურატურა აცხადებს, რომ ჩვენ ისე ველოდებით გერმანიისგან დაზარალებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ამ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია გერმანიისგან, თქვათ კონკრეტულად გერმანიისგან რატო ელოდებიან, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, შვედეთის დაზარალებული მოქალაქეები ყავთ მათ, განცხადება აქვს და ისინი სთხოვენ პროკურატურას, რომ გამოიძიონ ეს საქმე. ფილმში ასევე ნაჩვენებია კანადის მოქალაქე მარსელი, რომელიც ჩვენ მიერ გაშიფრულმა სკამერმა, ქართულმა სკამერმა გაძარცვა. თუმცა არც თქვათ ამ შემთხვევაში არის მარიამ ჩარჩიანი კი წინა გამოძიებაში გამოაშკარავდა ეს სკამერი გამოძიების ფარგლებში დაყადაღდა მათი ქონება, თუმცა ამ გამოძიების ფარგლებში როგორც ვაჩვენეთ მაყურებელს, მათ ახალი მოძრავი ქონება შეიძინეს, კიდევ უფრო ძვირადღირებული, გააძლიერეს დაცვა და ჩვეულებრივად აგრძელებენ, ასე ვთქვათ, იმ ოფისში სიარულს, რომელიც მათ ჰქონდათ ნაქირავები. ქონებასთან დაკავშირებით მინდა დავამატო, ანუ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ადამიანები ახალი ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან, რომელიც არ არის მათ სახელზე რეგისტრირებული. თუმცა ჩვენ არ ვიცით, აქვს თუ არა მათ უძრავი ქონება, აბსოლუტურად ისეთ ადამიანებზე გაფორმებული, რომელსაც ჩვენ ვერ აღმოვაჩენთ, იმიტომ რომ მანქანა არის ის, რითაც გადაადგილდებიან და შეგვიძლია დავადასტუროთ, იმიტომ რომ იქ ვნახეთ, მანქანაში გადავიღეთ უშუალოდ. მანქანით როცა გადაადგილდებოდნენ, ხოლო ქონებას ჩვენ ასე ვერ დავადასტურებთ და რა თქმა უნდა არსებობს ეჭვი, რომ ეს ადამიანები შეიძლება მალავენ უძრავ ქონებასაც. ჩვენ შარშან მაგალითად, როცა მოვამზადეთ ჟურნალისტური გამოძიება, მაშინაც ვაჩვენეთ, რომ აკაკი ქევხიშვილს საკუთარ სახელზე მხოლოდ ჰქონდა ერთი საპარკინგი ადგილი და ზესტაფონში მიწის ნაკვეთი, დანარჩენი ქონება იყო დედამისის სახელზე გაფორმებული. მე ნახე ფილმი, შეიძლება მაყურებელთა დიდ ნაწილს არ ვიცი ან
არა აქვს ეს ფილმი ახლა ნანახი, ამიტომ რაღაცნაირად წყობრად მინდა რომ მათ აუხსნათ. პირველი არის ის, რომ აი ამ ჯგუფის შესახებ გახდა ცნობილი შარშან, რომ ისინი არიან თაღლითური კოლ-ცენტრის ოპერატორები, სკამერებს უწოდებენ მათ. დიახ, თავიანთ თავს ასე უწოდებენ სკამერებს. სკამერები, ოპერატორები, არ ვიცი, დამნაშავეები, ალბათ, თუმცა არასდროს მათზე არ ვრცელ კონკრეტულად ოპერატორებამდე არ დადის ეს საქმეები, როგორც ხედავთ, ხომ? და მუშაობდნენ, შემდეგ ეს ჯგუფი დაიშალა, მაგრამ დაიწყო გამოძიება და უყადაღდა ქონება, მაგრამ ისევ ის ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანები ახლა კონცენტრირებულები არიან ახალ მისამართებზე. ის რომ ისინი ისევ კოლ-ცენტრებში აგრძელებენ მუშაობას, ამის მტკიცებულებად რა არის ფილმში? კონკრეტულად თაღლითურ საქმიანობას რომ აგრძელებენ, ამის მტკიცებულება ამ ეტაპზე ჩვენ არ გქონია, იმიტომ რომ ახალი გამოჟონილი დოკუმენტები არ გქონია, თქვათ, ახლა ვის ურეკავენ, რამდენ მოქალაქეს დავრეკავენ. ადამიანები არიან, მაგრამ გაუმჯობესებული ქონები. კი, რაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც შარშან ვაკეთებდი ჟურნალისტურ გამოძიებას, ქავთარაძის ოფისი გადავიღეთ შარშან და შარშან გადავიღეთ, როგორ მიდიოდნენ ეს ადამიანები ამ ოფისში. მათ შორის ხელმძღვანელი და დირექტორი ოფიციალურად დოკუმენტების მიხედვით დირექტორი და მფლობელი მერი შოთაძე, ასევე სკამერები. ჩვენ დავაფიქსირეთ მათი ავტომობილების ნომრები, დავიმახსოვრეთ და ამ გამოძიებაში, დღეს როდესაც მივედით მირიან მეფის ქუჩაზე, იგივე ავტომობილები დაგხვდა და იგივე ადამიანები. მოდი, აი ამ ადამიანებს, როცა ვცდილობთ მათთან, ვთქვათ, კომუნიკაციას, ეს ფრაგმენტი გვაქვს მომზადებული, მოდი გავუშვათ თან ჩვენი სტუდიაც მოისმენს და მაყურებელს. გამარჯობა ქალბატონო, მე ვარ სტუდია მონიტორის ჟურნალისტი. თქვენ ისევ აგრძელებთ თაღლითურ კოლ-ცენტრში მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და თქვენზე მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლოს ხდომები. თქვენ დაგინახეთ ჩვენ მირიან მეფის 68-ში ისევ აგრძელებთ კოლ-ცენტრში მუშაობას. საუბრობ, მადლობა დიდი. თქვენ წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ხომ? როგორ მოხდა რომ თქვენ ისევ თავისუფალი ხართ? თქვენ მანამდე სხვა კოლ-ცენტრშიც მუშაობდით ას მარკეტინგში. ამ კომპანიის წინააღმდეგაც იყო აღძრული საქმე. იქ ფარველობთ რომ არ მოხდა თქვენი დაკავება. როგორ მოხდა რომ თქვენ ამ დრომდე არ დაგაკავეს? თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები. ბატონო აკაკი, AK ჯგუფი არის კოლ-ცენტრი. თუ შეიძლება გვიპასუხეთ, ბატონო აკაკი. გამარჯობა, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ AK ჯგუფში მუშაობთ თაღლითურ კოლ-ცენტრში, რომელიც 2025 წელს გამოვავლინეთ ჯერ კიდევ და ეს კოლ-ცენტრი ახლა აქ მდებარეობს და ისევ აგრძელებთ მუშაობას. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით? სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ამ კოლ-ცენტრთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ ევროპის მასშტაბით ეს კოლ-ცენტრი ძარცვავს ადამიანებს. კი ბატონო, კიდევ ერთი ფრაგმენტი გვაქვს, რომელიც უკვე შიდა, ეს ვთქვათ, გამოჟონილ ინფორმაციას ეყრდნობა. ეს არის, როგორც ხვდები, მარის მინდა ვკითხო, წინა ჯერზე მიღებული ფაილების დამუშავების ასევე მორიგი პორცია, ხო? დიახ. ანუ თქვენმა მაყურებელმა ის მოკლედ რომ ავუხსნათ, შარშან გავაკეთეთ ჟურნალისტური გამოძიება 32 მედია საშუალებასთან ერთად. ესენი იყვნენ ჩვენი ქართველი კოლეგები, ჩვენი ევროპელი და კანადელი კოლეგები. მასალები სხვადასხვა კოლ-ცენტრიდან გამოჟონილი მასალები მოიპოვა შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დაახლოებით იყო 2 ტერაბაიტი მასალა და მოითხოვდა ძალიან დიდ შრომას. რომელი სხვადასხვა ისრაელი, არა, საქართველოში იყო მხოლოდ AK-დან გამოჟონილი დოკუმენტი. ასევე იყო სხვა ქვეყნებიდან. ასევე იყო სხვა ქვეყნებიდანაც, დიახ. საქართველოდან AK ჯგუფის შესახებ იყო აქ ინფორმაცია, ჩვენ გქონდა უპრეცედენტო მასალაზე მწუდომა, ეს იყო გადაეცით პროკურატურას. პროკურატურა შეუძლია ნახოს ის, რაც ჩვენ გამოვიყენეთ 32 მედიამ გამოაქვეყნა, ყველამ უამრავი ნაწილი გამოაქვეყნა, მთავარი რაც იყო მტკიცებულებები ყველაფერი ჩანს და არის ეს ღია. კი ბატონო, ანუ ჩვენ დავეყრდენით ამ მასალას. ეს მასალა მოიცავდა მათ ჩანაწერებს. ისინი იქ საკუთარი სახელებით არ იყვნენ, რა თქმა უნდა, კარგად მალავენ. ფილმში ასევე ახალ ფილმში გვაქვს, რომ მერი შოთაძე ერთ-ერთ თავის
აგენტს ეუბნება, რომ სხვა აგენტს ეუბნება, რომ ტელეფონიო რატო შემოიტანაო თავისიო, ხო არ გონიო, რომ ლეგიტიმურ კომპანიაში მუშაობსო, ხო? ისინი კარგად მალავდნენ ყველაფერს, თუმცა ჩვენ შევძელით დაგვედგინა ვინ არიან რეალურად, რას საქმიანობენ, ისინი Facebook-ზე აქვეყნებდნენ მაშინ ფოტოებს, როგორ ცხოვრობდნენ, ერთ-ერთი სკამერი ლანა ვახტანგაძე საკუთარ ქორწილში, რომელიც ბიოლში გადაიხადა, ჩაფრინდა ვერტმფრენით. ამიტომ ჩვენ ეს მასალები მაშინ ყველაფერი გავშიფრეთ და ვაჩვენეთ და ეხლა რაც გავაკეთეთ, იმიტომ რომ ამ გამოძიების მერე ყველა გვეკითხებოდა აბსოლუტურად რომ სად არიან ეს ადამიანები, დაინტერესდა მონიტორი სად არიან ეს ადამიანები, 6 თვე მუშაობდა და გაარკვია სად არიან. ეს მისამართი არის რიღომში, მირიან მეფის 68 ნომერში იყო ყოველ შემთხვევაში ჩვენი გამოკითხება ამან. ახლა სავარაუდოდ ახალ მისამართზე გადავლენ და ვთხოვ მაყურებელს თქვენი საშუალებით რომ თუ ნახავენ იგივეს კამერებს აუცილებლად გითხრან ამ კამერებსაც ასევე თქვენ სხვების დახმარებით, ანუ ასე მოწოდებული ინფორმაციით მიაგენით თუ თქვენ თავად. ჩვენ გქონდა ჩანაწერები, ნახეთ მაგალითად მარიამ ჩარჩიანი საკმაოდ ვირუსულად გავრცელებული იყო ინტერნეტში, როგორ დასცინის თავის მსხვერპლს და ეუბნება რომ ის არის სულელი. კი ბატონო, რომ ვერასდროს მას ვერ იპოვიან. იქ იყო რამდენიმე საფეხური გავიარეთ იმისთვის, რომ გაგვეშიფრა რეალურად ვინ არის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მერი შოთაძის დესკტოპზე ჩანდა მარიამ ჩარჩიანის პირადი ნომერი და მისი სახელი და გვარი და მისი ფოტო. ეს დაგვეხმარა მის გაშიფრვაში, თორემ ის აგენტის სახელად იყენებდა მერი რობერტს და მერი რობერტსით. კი ბატონო, ვაჩვენოთ ახლა მე პროდიუსერს ვთხოვ სატელეფონო ჩანაწერები, ანუ როგორ ხდება მათი კომუნიკაცია მსხვერპლთან, თორცდები აქ ყველაზე აქტუალური რუსულენოვანი ამ შემთხვევაში ეს გამოვიყენეთ. კი ბატონო, მოდით მოусმინოთ. Я положил туда 5500 долларов. Отлично, вы положили 5500, заработали около 50. Супер. Ну вот я не заработал. Если я заработал бы, эти деньги были бы у меня. Если я не забрал, значит я потерял 5500 долларов. Послушайте, Ашот, вы сейчас понимаете, по какой причине мы не можем сами вывести 6000 долларов? Если я не буду указывать правила, я ничего не буду делать. Так это не так работает. Это вам нужно сесть и создать свою биржу, для себя придумать заново. Мама, понимаете? Есть у биржи свои правила, вы должны слушать, что вам говорят. Не надо со мной так разговаривать. Со мной точно так же не надо разговаривать. Вы сейчас меня оскорбили. Вы меня оскорбили, вам не стыдно? Мне говорили, что я заработаю и все. И так и бросили меня. А потом мошенники собирали с меня деньги, собирали. И в результате деньги я хорошие потеряла. Не обманывали, все и не обманывали. Вот так и осталась я. Без денег, но обещали много. А сколько вы потеряли? Ну, сколько потеряла? 5 миллионов потеряла. Деньги кредитные? И кредитные были, и наличка была. კი ბატონო, ეს რა ეპიზოდია, ნინო? ანუ უკვე ეს თქვათ, უკვე ხვდებიან მსხვერპლები, რომ დაკარგეს თანხა და ეს კონკრეტული სკამერები, ახლა რაღაცნაირად ხან ეჩხუბებია, რომ კიდევ გამოსძალონ ეს ტაქტიკა როგორც ჩანს და თან აი რა მომენტია ეს? პირველ რიგში ვიტყვი, ალბათ თქვენ უკვე შეისწავლეთ რაღაც მათი მოქმედების ალგორითმი როგორია. კი ბატონო, ანჟელიკა ჩხაპელია, ეს არის მისი რეალური, ამ სკამერის რეალური სახელი და გვარი, იყენებდა სახელს მარინა ნოვიკოვას. და საინტერესოა, როგორ გახდა ცნობილი ჩვენთვის მისი ვინაობა, ის ჩატში წერს თავისი ავტომობილის ნომრის შესახებ მეორე სკამერს, რომ თქვათ პოლიცია ცოტა სხვა სიტყვები წერს, მაგრამ უფრო კულტურულად რომ თქვათ, პოლიცია მაჩერებს ჩემი ავტომობილის ნომრის გამო და ჩვენ გადაღებული ქონდა ეს ავტომობილი ქავთარაძის ქუჩაზე, ნახეთ მისი მეპატრონე და აღმოჩნდა ანჟელიკა ჩხაპელია. პირველ საუბარში, პირველ სატელეფონო საუბარში ესაუბრება სომხეთის მოქალაქეს, რომელმაც მანამდე გულწრფელად უთხრა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა აქვს ანგარიშში. ანუ არა მხოლოდ ევროპაში. კი, არა მხოლოდ ევროპაში, კი, რუსულენოვანი აგენტები ყავდათ, რომლებიც რუსეთშიც რეკავდნენ, სომხეთშიც რეკავდნენ და ევროპაში რუსულენოვან მოქალაქეებსაც ურეკავდნენ.
და ამ ადამიანმა გულწრფელად უთხრა თავიდან, რომ სოლიდური თანხა ჰქონდა ანგარიშზე და მარინა ნოვიკოვამ, სკამერმა მარინა ნოვიკოვამ იცის, რომ ამ ადამიანს აქვს დიდი თანხა ანგარიშზე, მაგრამ მალე გაშიფრა, რომ ეს არის თაღლითი და $5,500 დავკარგე და მეც აღარ ჩავდებო და ამის გამო ბრაზდება და ეჩხუბება. ზუსტად იცის, რომ ბევრი დიდი ფული აქვს ანგარიშზე და ხვდება, რომ აღარ აპირებს ჩადოს მის თაღლითურ სქემაში ფული და გამოდის წყობილებიდან. ეს თავად, ესე ვთქვათ, მსხვერპლის სურვილით ხდება, იმიტომ რომ არის პრაქტიკა, როდესაც ანგარიშებზე აქვს წვდომა და სრულიად უთავებენ. ამ შემთხვევაში აქამდე არ მივიდა ამ კაცთან, ესე ვთქვათ, ეგ კომუნიკაცია, იმიტომ რომ არ მისცა საშუალება თავის ანგარიშებზე წვდომა ქონდა და AnyDesk-ის გადმოწერას თხოვენ, როგორც არის ეს ფრაგმენტი. ეს არის აპლიკაცია, რომლითაც შემდეგ ისინი უყურებდნენ მსხვერპლებს და ზუსტად იცოდნენ მათი ანგარიშის ნომრები და უცარიელებდნენ ანგარიშებს. და შემდეგ, როდესაც ნულზე დატოვებდნენ, სესხს აღებინებდნენ. ამ კონკრეტულმა კაცმა არ მისცა აქამდე, ვთქვათ, მისულიყო საქმე. მეორე შემთხვევაში, როდესაც ის რუსეთის მოქალაქე ქალს ურეკავს, რომელიც პენსიონერია და არ ქონდა ძალიან დიდი დანაზოგი, ძირითადად მეტწილად ძალიან მოწყვლად ჯგუფებს ურეკავენ ხოლმე, იმიტომ რომ მარტივად იყოლიებენ, ასე ვთქვათ, AnyDesk-ის გადმოწერაზე, თანხის გადმორიცხვაზე და ასე შემდეგ. ეს ქალი უკვე გაძარცულია, როდესაც მარინა ნოვიკოვა ურეკავს, უკვე გაძარცულია AK ჯგუფის სხვა სკამერების მიერ და ურეკავს და ეუბნება, რომ დაგაბრუნებინებ ამ თანხას, დაგეხმარები ამ თანხის დაბრუნებაშიო და ეს ქალი ამას ეუბნება, რომ მე ყველაფერი ჩავდეო, დანაზოგიც რაც მქონდა და კრედიტიც ავიღეო და აღარ მაქვსო თანხაო იმისთვის, რომ ჩავდეო. არის ფრაგმენტი ანონსში ჩანს, როგორ ეურთიერთ ეს თქვა როგორ ელაპარაკებიან რაღაც ეტაპზე. რა ეტაპია ეს, როცა ლახავენ აი ამ გამოძალვის გამო, აი ამ თავაზიანობის ეტაპს და უკვე გადადიან დაცინვაზე და ეს თქვა იმ ტიპის ურთიერთობაზე, რომლის ფრაგმენტი არის ანონსში, ხომ ასე იწყება. კი, ფილმშიც არის, კი. ჩვენთვის ეს იყო ყველაზე შოკის მომგვრელი, ესე ვთქვათ, ყველა იმ აუდიო ჩანაწერში, რაც მოვისმინეთ, ანუ ეს ადამიანები კრედიტსაც კი აღებინებენ, როგორც ნინომ თქვა, ბოლომდე ძარცვავენ, იციან, რომ ადამიანს აღარაფერი აღარ დარჩა ანგარიშზე, ერთს მაგალითად კონკრეტული შაჰიდი, რომელიც ფილმშიც გვაქვს გამოყენებული, სახლში დასაბრუნებელი თანხა არ ქონდა. ამის მიუხედავად ეს კამერი ურეკავს და დასცინის და ეუბნება, რომ კი, გაგძარცვე. დაცინვის ეტაპის სიმართლე გითხრათ, რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი უფრო არის, ამას რატომ აკეთებენ? ანუ თითქოს რაღაცით წარმოჩინდებიან, რომ რაღაცა არ ვიცი რა გითხრათ, იმიტომ რომ ეს არ არის რეალურად მათი სამუშაოს ნაწილი დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, ერთი ფრაგმენტი არის ასევე გახმოვანებული ჩათი, ვნახოთ ეს შიდა მიმოწერები, ეს არის იმ მასალის ნაწილი, რომელიც წინა ჯერზე 2025 წელს პირველ ფილმზე მუშაობისას თქვენ მოიპოვეთ. პირად კონტროლზე ყველა ეს კლიენტი. 4 კლიენტი გყავს ძალიან დიდი შესაძლებლობით. ეხლა შენი საქმე მანდ მხოლოდ ეს 4 კლიენტია. დამიჯერე 80% მანდ შენ დაკავებული უნდა იყო მხოლოდ ამ 4 კლიენტით და გააკეთებინო აგენტს ყველაფერი, რასაც შენ თვლი რომ საჭიროა ამ 4 კლიენტისთვის. არის უფროსო. აღარ გამიმაზვა ასე ბანალურად ტრანზაქციები გთხოვ და ემოციები გათიშეს საერთოდ. ხელს შეგიშლის. ეიფორიაც გათიშე ქოლს რომ უსმენ. მხოლოდ ტვინით მიუდექი ემოციების გარეშე. English Desk-ი პატარა ოთახში ტოვებენ ტელეფონებს და შენი ბავშვები არა. კრისტიანსაც კომპთან აქვს ტელეფონი და ერიკსაც. ამან ახალმა ვაფშე დაგლიჯა. რა არის ეს? აუკრძალე. მაგას ლეგიტიმურ კომპანიაში ხო არ გონია თავი. კი ბატონო და იქ ერთი ფრაგმენტი იყო ასევე, არ არის ამ ჩანაწერში, რომ დღეს $35,000 უნდა გამოიმუშაოთ, ხომ, რომ კი, მინიმუმ $30,000 უნდა გაატაროთ. გააქვთ ეს შესაძლებლობაო? კი, უძლიერესი აგენტები ხართ, ანუ მერის ყავს ესე ვთქვათ, ტოპ агентები, რომლებიც ყველაზე მეტ ძალავენ გამოცდილები. ხო, ყველაზე გამოცდილები. როგორ ჩანს, ხომ ხედავთ, რომ ისე გამოცდილების ჯერზე აღძვრის შემდეგ ისევ აგრძელებენ მუშაობას. კი ბატონო, მოდით ნინო ზურიაშვილი შემოვიყვანოთ საუბარში, სტუდია მონიტორის ჯგუფს წარმოადგენს. ნინოს მივესალმები, მადლობა. ხმარ მესმის ნინოსი, იმედია. კი ბატონო, გვესმის ახლა? კი.
კი ბატონო, მოგესალმები ნინო, მადლობა რომ გვერთვები. თქვენ რა სიტყვით, რა არის? მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, რა არის ყველაზე მთავარი, ჩვენ შინაარსობრივად მეტნაკლებად განვიხილეთ ეს ფილმი. თქვენ რა სიტყვით და ასევე იმ შეტევაზე, რომელიც იყო Facebook გვერდზე. დიახ, რამდენიმე სათქმელი დამიგროვდა. პირველ რიგში, რასაც ვიტყვი, ჩემთვის ყველაზე გნებავთ ემოციური დაარქვით, გნებავთ შოკის მომგვრელი. მაინც ის იყო, რომ ამ ჟურნალისტური გამოძიების უკვე დასასრულისკენ რო წავიდა, უკვე პასუხისუფლებების დრო რო დადგა და რაღაც მონტაჟიც მიდის, ჩვენ გოგონებმა მიმართეს პროკურატურას, არ ვიცი ამაზე იყო თუ არა უკვე საუბარი და გააგებინეს, რომ მირიან დიღომში მირიან მეფის 68-აში ფუნქციონირებს კოლ-ცენტრი და სავარაუდოდ ეს ის ხალხია, ვიზეც უკვე საქმეა აღძრული. ანუ გასულ წელს და სხვათა შორის თავისი ინიციატივით არა უღუძრავთ ეს საქმე, ევროპიდან აწუხებენ ხოლმე ძირითადად და როცა მოუვიდათ ეს ინფორმაცია, მოუვიდათ მასალები, რაც მათ ხელთ იყო, ყოველ შემთხვევაში საუბარია პროკურატურა, მე მგონი გერმანიის, მათ აღძრეს, იკადრეს და აღძრეს. და ამის მერე ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ ხო უკვე საქმე გაქვთ აღძრული, პროკურორით ზუსტად ვიცით ვინ იყო, სასამართლოშიც იხილება უკვე ეს რაღაც პროცესი მიდის და აი არ ვიცი ნინომ და მარიმ თქვენს თუ არა, როგორ რატო მივხვდით სწრაფად, რომ ეგ კოლ-ცენტრი სავარაუდო კოლ-ცენტრი იყო, როდესაც ძველ გამოძიებაში, შარშანდელ გამოძიებაში ჩანაწერებში იყო ანაზღაურების ლისტში, რომ ეს დიღმის ოფისის თანამშრომელს აუნაზღაურდეს, ეს დიღმის და ჩვენ მაშინვე ვიცოდით, რომ დიღომში ოფისი იყო. მაშინვე ვიცოდით. უბრალოდ ვერ ვიპოვეთ, აი ეხლა ვიპოვეთ და იმიტომაც ძალიან სწრაფად მივხვდით. ანუ ეს შეიძლება სულაც არ ნიშნავს, რომ პირველი ფილმის გამოსვლის შემდეგ ისინი დახურეს და დიღომი გახსნეს. ეს უბრალოდ შეიძლება ნიშნავს არსებობდა მაშინაც. მაშინაც არსებობდა და უფრო კარგად გეტყვია ნინო და მარი, დიახაც ესე იკვეთება ყოველ შემთხვევაში იმ მასალებიდან. არის ამის მტკიცებულება და მე თუ რამე მეშლება შეასწორებენ ნინო და მარი. და ამიტომ პროკურატურას გავაგებინეთ, რომ აი ერთ-ერთი ოფისი, ზუსტად იგივე ხალხი 12 ადამიანი ვიპოვეთ, მე მგონი, რომლებიც იქაც მონაწილეობდნენ და აქაც მონაწილეობდნენ. 20 დღე ისე გაიყვანეს, რომ არ მივიდნენ. ვახსენებდით ჩვენ პერიოდულად, მაგრამ ამ დროს პარლამენტში, როდესაც მივიდა გენერალური პროკურორი, იქ განაცხადა, რომ თუ რამე ინფორმაცია გაქვთ, მოგვაწოდეთო ჩვენო ვიხარჯებითო დიდ დროს უთმობთო კოლ-ცენტრების გამოძიებასო. წარმოგიდგენია, გავაგებინეთ და არ მივიდნენ. ჩვენთვის ბევრად უფრო ნაკლებად სანერვიულო იქნებოდა და ბევრად უფრო ნაკლებ ემოციას გადავიდეთ, იმიტომ რომ უფრო დადასტურებული არ იქნებოდა, რომ მართლაც ჩვენ ვიც ვიპოვეთ, ვიზეც ვაკეთებდით, შესულიყო პროკურატურა და თვითონ გაეკეთებინა და თვითონ ეპოვა და დადასტურებულად ეთქვა, რომ დიახ, შიგნით ამ ორ სართულში მიმდინარეობს ეს. აი ერთი ეს იყო, რამაც ძალიან ასე ჩემთვის ეს ემოცია არ მტოვებს და ეს გაუგნება კიდევ თქვენ წარმოიდგინეთ. მეორეც თქვენ მკითხეთ დიანა, რომ აი ამ შემოტევებზე რა სიტყვითო? პირველ რიგში მაინც გამიკვირდა, მე დაგითხრათ, აი ეს საოცარი ყიჟინა, რომელიც შემოსხეს ქართული ოცნების წევრებმა და მათმა პროპაგანდისტებმა, მაშინ როცა ჩვენ ძალიან დანანებით თქვით, რომ აი კიდევ ერთხელ დაიხურა. და გადაწყვიტეს ეს უცებ ჩვენზე გადავლა და აი მათყუარები არიან და ჭილოსანი წერს პარლამენტარი, რომ მათყუარები არიან და სწორედ მაგიტომ მათი ოფისი კი არა, მათი ანგარიში გააქრეს და მინდა უთხრა, რომ ჩვენი გამოცდილება და ჩვენი კარიერა არის 20 წლით უფრო მეტი ვიდრე მისი. და ესე იოლად ერთი ენის მოქნევით ვერ დაგვაზიანებს და ვერც ჩვენს რეპუტაციას ვერ დააზიანებს და გამოჩნდა კიდეც ზუსტად მის
კედელზე, მის ანგარიშზე, სადაც ეს დაპოსტა, ხალხმა მიუწერა, რაც საჭირო იყო და ღმერთმა ხო იცის, რომ ნახევარსაც არ ვიცნობ იმ ხალხს, ვინც მაგას პასუხი გასცა იმისთვის, რაც მონიტორზე თქვა და რაც თქვა, რომ ეს არის მატყუარების ჯგუფი. ნინო, ისე თავად ეს ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი მუშაობს ამ ტიპის call center-ში, მათი შეტევაც თავისუფლად შეიძლებოდა, ხომ? არ ვიცი, ან რა თქმა უნდა, კი, ჩვენ ესე დადასტურებულად ვერც სახელს ვამბობთ, ვერც გვარს, ჩვენ ვიცით, რომ ხშირად გვიტევენ. და ეხლა კიდევ ერთი რამე უნდა ვთქვა, თქვენი ეთერიდან, აი ზუსტად ამ ჩვენზე შემოტევების ინიციატორების გასაგონად, რომ ერთხელ შემოგვიტიეს, ივლისში დიდი შტურმი ქონდა მოკლედ. შემოგვიტიეს და ჩვენ მოვახერხეთ და აღვადგინეთ. მეორედ YouTube-ზე შემოგვიტიეს და საერთოდ გაგვაქრეს, წარმოიდგინეთ რა შოკი იყო, 13 წლის მანძილზე ჩვენ რაღაცას ვქმნით და უცებ ერთშვენიერ დღეს განულდა ეს ყველაფერი, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს და ძალიან საინტერესო გზით ჩვენ დავუსაბუთეთ YouTube-ს, მის ადმინისტრაციას და აღვადგინეს. ეხლა მესამედ შემოგვიტიეს, კიდევ მივაწვდინეთ ხმას მათ და რაც არ უნდა შორს იყოს ადმინისტრაცია სოციალური ქსელების და რაც არ უნდა მათი ოფისები, ხო? მაინც ბევრად უფრო ადვილია გაიტანო შენი სიმართლე და დაუსაბუთო მათ, ვიდრე აქეთ გვერდზეთ ქუჩაზე, ჩვენ სასამართლოებში და ჩვენს პროკურატურაში. იმიტომ რომ უკვე სამჯერ ნახეს და რით ვერ დაიღალნენ, ამაში როგორც გავიგე, რაღაც სერიოზულ ფულსაც იხდიან. იმისთვის რომ ეს მოძებნონ რაღაცა. რამდენიმე საათით შეაყოვნეს, თქვათ, ფილმის გასაჯაროება. ვიღაც ესე იგი ქირაობენ ესეთი სახელებით, როგორიც არის ზორო და რა, ზოგიერთის გახსენებაც არ ვიცი, ინდოელებს პაკისტანში და მათ ბიზნესს უფინანსებენ და ისინი მერე ამ გვიტევენ ჩვენ დაფინანსებული აგენტები, თითქოს ჩვენ დავარღვიეთ ვინმეს კოპირაითის უფლება ან რაღაც ასეთი. ხო და ეხლა მინდა უთხრა თქვენი ეთერით, რომ ნუღა შეწუხდებიან, იმიტომ რომ უკვე აღარ არის ძნელი რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ასე ვთქვათ, სოციალური ქსელების ადმინისტრაციას და ძალიან კარგად, ძალიან სწრაფად აღდგა სამართალი. აი ეს მინდოდა მეთქვა. ნინო, დიდი მადლობა, მე გავაგრძელებ ისევ კიდევ რამდენიმე შეკითხვა დამრჩა თქვენი. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ყურადღება დაუთმეთ ამ ფრიად მნიშვნელოვან თემას. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ, ეს ჩვენთვის პირველი არ არის. გასულ წელს რაც იყო, იმაზეც ისაუბრეს გოგონებმა და კიდევ არსებობს 21 წელს ჯერ კიდევ პირველი ჟურნალისტური გამოძიება, იმაშიც მონიტორი მონაწილეობდა, იქაც OCCRP-სთან ერთად იყო, მე ჩვენ ასევე გადმოვბეჭდეთ ჩვენს ვებგვერდზე ქართულად და ეს ლინკებიც მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მაშინაც არაფერი ყურად არ იღეს. კი ბატონო. რა ვიცი, ხალხმა იმსჯელოს და ხალხმა გადაწყვიტოს რას ნიშნავს ეს? მე ზედმეტი დასკვნებისგან თავს შევიკავებ, ჩვენთვის თავარია რომ ინფორმაცია მივაწოდო ხალხს. მადლობა. პროცესის ამ ფილმზე მუშაობის დროს თუ გქონდათ კომუნიკაცია პროკურატურასთან, რა იყო მათი მხრიდან პასუხი ახლა? ნინო მეც ახსენა და ეგ ნაწილი მართლა ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ალბათ ჩვენთვის და გასაოცარი. მართლა ვერ ვიჯერებდით, იმიტომ რომ პირველ ჯერზე სხვათა შორის, როდესაც გამოვაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიება, რაღაცნაირად გვისაყვედურეს, რომ თქვენ ჟურნალისტური გამოძიება გამოვაქვეყნეთ, ახლა გაიქცევიან, გაიქცევიან და ვეღარ დავაკავებთო და ამ შემთხვევაში, კი ბატონო, ამ შემთხვევაში სანამ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოვაქვეყნებდით, გუშინ იყო 3 აგვისტო, ხო, თუ არ მეშლება და დღეს დილით გამოქვეყნდა ეს გამოძიება, 1 ივლისს მივმართეთ პროკურატურას კითხვებით და მათ შორის გადავეცით ინფორმაცია, რომ მირიან მეფის 68 ნომერში რეგულარულად დადიან წინა წელს გამოვლენილი კამერები და მათი ხელმძღვანელები. 2 კვირის განმავლობაში იყო სრული სიჩუმე. ბოლოს პროკურატურას ვთხოვდით, რომ რამე მაინც გვიპასუხეთ, თქვენი პასუხი რომ ავსახოთ და ბოლოს გვიპასუხეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, გერმანიიდან ელოდებიან მტკიცებულებებს.
კითხვაზე მივიდნენ თუ არა ადგილზე და გადაამოწმეს თუ არა იქ კოლ-ცენტრი მუშაობს და რას აკეთებენ ეს ადამიანები არ გვიპასუხეს და ის რომ ჩვენ 1 ივლისიდან 21 ივლისამდე რამდენჯერმე ვიყავით და ისევ დადიოდნენ ეს ადამიანები ამ მისამართზე, ანუ ისევ იკრიბებოდნენ ამ ოფისში, რა თქმა უნდა გვიჩვენს ეჭვს რომ არ მისულა იქ პროკურატურა და არაფერი არ გადაუმოწმებია და ეს არის ყველაზე მართლა გასაოცარი ამბავი მთელ ამ ისტორიაში. ბატონო და კიდევ ერთი კითხვა მინდა დავსვა, მარი, იქ ახსენა ნინომ რომ იქ უწყისთან ჰქონდა წვდომა. საინტერესოა ამ ხრივ ეს ალბათ წარმოდგენას შეგვიქმნის, რა ტიპის თანხებთან ჰქონდათ მათ წვდომა, როგორია დაახლოებით აი ხელფასები აი ამ სკამერების. მარიამ ჩარჩიანი იგივე მისი ხელფასი იყო თვეში $20,000. როდესაც მისი თვე იყო განსაკუთრებით წარმატებული უცხოელების გაძარცვის ფონზე. იყო ლანა ვახტანგაძე, რომლის ხელფასიც იყო $35,000 მაგალითად ერთი თვე. საკმაოდ სოლიდური. ანუ ზოგადად და 35 მილიონი ჰქონდათ შემოსავალი მიღებული 3 წლის განმავლობაში. ამ ერთ კონკრეტულ ჯგუფს დიახ $35 მილიონი ჰქონდა გამომუშავებული. ასევე ნინო მაგნიშნა და მინდა რომ ამას ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ შარშან ჟურნალისტური გამოძიება როცა გამოვაქვეყნეთ, ვაჩვენეთ 2 ოფისი ქავთარაძეზე და შარტავაზე. ვიცოდით რომ მესამე ოფისი მდებარეობდა დიღომში მერიან მეფის 68-ში, თუმცა ამის ჩვენება მაშინ ვერ მოხერხდა და როგორც ჩანს ამ ადამიანებმა იფიქრეს რომ ეს მისამართი არ ვიცოდით და გააგრძელეს იქ მუშაობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი და ყურადღება მისაქცევი ამბავია, მით უმეტეს აი ჩვენ ვნახეთ რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დააკავეს და თაღლითური კოლ-ცენტრების მფარველობა ედებოდა. შემდეგ ოპოზიცია ლაპარაკობდა რომ ეხლა კოლ-ცენტრების მფარველობა სხვამ გადაიბარა და ეს ფრაზები ყოველთვის გონია რომ რაღაც პოლიტიკური დისკუსიის თემაა და რაღაცნაირად ამის მიღმა რა ტიპის კონკრეტიკაა ვერ ხვდები, მაგრამ ამ ტიპის ფილმები გიქმნის შტაბეჭდილებას და საგამოძიებო მასალა და ნამუშევარი, რომ ეს არსად არ გამქრალა, არსებობს და მით უმეტეს ეს კონკრეტული პირები წესით სამართალდამცველების ფოკუსში არიან და რომ აგრძელებენ ამ საქმიანობას, მოკლედ ეს კითხვების ლეგიტიმურობაზე ასევე გვიქმნის შტაბეჭდილებას. ძალიან დიდი მადლობა სტუდია მონიტორის ჟურნალისტებს მარი დუდუნიას, ნინო რამიშვილს, მე მათ დავემშვიდობები და ჩემს შემდეგ